მშვიდობა მოცემართმა ქრისტეშობის ზარდამალი ქვარავდეთ. რამდენიმე სიტყვა საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობის და მდებარეობის შესახებ. ეს არის პოლიტიკური რუკა. დედამიწაზე ყველაზე დიდი კონტინენტი ეს არის ევრაზიის კონტინენტი. ევრაზიის დასავლეთ მხარეს მდებარეობს ევროპა, რომელიც უაღრესად განვითარებულია და არა მარტო ეკონომიკით. ევრაზიის აღმოსავლეთში მდებარეობს ჩინეთი, რომელიც ასევე უაღრესად განვითარებული სახელმწიფოა, მით უმეტეს ბოლო 10 წელიწადია. მათ ამ ორ რეგიონს, ჩინეთსა და ევროპას ჭირდება ეკონომიკური კავშირები. ეს კავშირები საჰაერო მიმოსვლით, ჯერჯერობით ისე განვითარებული არ არის, რომ საჰაერო კავშირები დაამყარდე პროდუქციის გაცვლას მოახდინონ. ზღვის მეშვეობით მათი ურთიერთობა სუეცის არხით უნდა გადიოდეს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ აზიაში დღეს არასტაბილური ვითარება ზღვით ევროპასა და ჩინეთს შორის კავშირი ძალიან რთულია, არასტაბილურია. დარჩენილი აქვთ მათ სახმელეთო კავშირი. სახმელეთო კავშირი ჩინეთსა და ევრაზიის ნაწილს, ევროპასა და ჩინეთს სახმელეთო კავშირი აქვს 3. პირველი ეს არის ირანისა და თურქეთის გავლით, მეორე რუსეთის გავლით და მესამე შუა აზიის მეშვეობით კასპიის ზღვა, ბაქო, აზერბაიჯანი, საქართველო და შავი ზღვა. მოგესალმებით, ჩრდილოეთში რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად ისეთი მდგომარეობა, რომ რამდენიმე ათეული წელი არასტაბილური მდგომარეობა იქნება რუსეთსა და ევროპას შორის, სავარაუდოდ, დიდი ალბათობით. ასევე აზიაში ძალიან დიდი საომარი მოქმედებებია სხვადასხვა ქვეყნებში. შესაბამისად, ჯერჯერობით ყველაზე მეტად სტაბილური ხაზი ჩინეთსა და ევროპას შორის გადის კავკასიაზე, ანუ საქართველოზე. იმ შემთხვევაში, თუ კი ჩინეთი და ევროპა საკუთარ ეკონომიკურ კავშირს დაამყარებს, ეს იქნება საქართველოსთვის მომგებიანი. ასევე საქართველოს სამხრეთში მდებარეობს რეგიონალური მასშტაბის დიდი სახელმწიფო ირანი და საქართველოს ჩრდილოეთში მდებარეობს ასევე ზე სახელმწიფო ევროპა წარსულობისთვის კარგად ცნობილი რუსეთი. მათ შორის, მათ ინტერესებში არის, მათ შორის არსებობდეს ასევე სარკინიგზო მიმოსვლა. ირანსა და რუსეთს შორის არსებობს კასპიის ზღვის გავლით, რა თქმა უნდა, კავშირის დამყარება შეიძლება, მაგრამ ირანი ისტორიული მოწინააღმდეგე არის თურქეთის, ანუ ყოფილი ოსმალეთის, ხოლო აზერბაიჯანი კი აცხადებს, რომ ოსმალეთის უმცროსი ძმა და მეგობარია, ეს ირანის ინტერესებში არ შედის. ირანის ინტერესებში შედის ალტერნატიული კავშირი იქონიოს რუსეთთან, რომელიც გადის ერევანის, თბილისის, სოხუმი, მოსკოვი. შესაბამისად, თუ კი დამყარდება ასეთი კავშირები, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გზაჯვარედინზე იმყოფება საქართველო. ეს ჩვენ გვაძლევს არა მარტო ეკონომიკურ შესაძლებლობებს, განვითარების შესაძლებლობებს, არამედ უსაფრთხოების გარანტიასაც. ეს სახმელეთო კავშირი აღმოსავლეთ, დასავლეთსა და ჩრდილოეთ სამხრეთს შორის რომ იყოს მშვიდობიანი, ამითი მოტივირებული იქნებიან სწორედ ეს სახელმწიფოები. მაგრამ არსებობს ასევე დედამიწის მეორე ნახევარსფეროში ჰეგემონი სახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის ინტერესში არ შედის აზიაში მშვიდობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კი ევრაზიას უკაცრავად, ევრაზიაში მშვიდობა, თუ კი ევრაზიის რეგიონები, ევროპა, რუსეთი, ჩინეთი, ირანი და სხვები ურთიერთ ეკონომიკურ მშვიდობიან ურთიერთობას დაამყარებენ, ამერიკის შეერთებული შტატები კარგავს ჰეგემონიის სტატუსს. ხო, შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ამერიკისა და მისი დამხმარე ბრიტანეთის, ანუ ანგლოსაქსების მიერ არის პროვოცირებული აზიაში ომები და პროვოცირებული უკრაინასა და რუსეთს შორის სისხლძველი ომი. ეს არ არის შემთხვევითი და არა მარტო ამ რეგიონებში. ამერიკის მიერ სხვადასხვა ომები არსებობდა ასევე აზიაში ჩინეთის ირგვლივ. აი ჩინეთის ირგვლივ საზღვრებზე. ჩვენ ქართველების ვალდებულება გვაქვს
ვიაზროვნოთ, ვიცხოვროთ არა ესე კი არა მინდა. არამედ რა მდგომარეობა არის ჩვენს ირგვლივ და შესაბამისი დასკვნებით გაიქნას გადადგმული ნაბიჯები. ჩვენი გადარჩენის გზა გადის უარის თქმა აქ საომარ მოქმედებებზე, უარის და ურთიერთობის დამყარებაში მონაწილეობის მიღება როგორმე ხელისშეწყობა ჩრდილოეთსა და სამხრეთსა და დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. სხვა შემთხვევაში დაღუპული ვარ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ვართ პატარა ქვეყანა და მინდათი ცხოვრება, მაგალითად ევროპა მინდა, დღეს არის ესეთი დაავადება საქართველოში ევროპა მინდა. ევროპას აღწმეულებისა ის დაავადება. ესეთი ცხოვრება, ასეთი დამოკიდებულება შედის სახელმწიფოს ინტერესებში, აი რომელსაც ახლა ვხაზავ, რათა რეგიონში, ევრაზიის რეგიონში მთლიანად არ იყოს მშვიდობა და ჰეგემონობა კონდეს მას. საუბარ იმაზე, რომ საერთაშორისო სამართალი და ასე შემდგომ და მის უზრუნველყოფას ახდენს ამერიკის შეერთებული შტატები, მინდა შევახსენო ევროპას წარწმუნებულებს და არა მარტო მათ, რომ ახლადარჩეულმა ტრამპმა განაცხადა პრეტენზია გრენლანდიაზე, რომელიც არის დანიის შემადგენლობაში. გრენლანდიაზე პრეტენზია განაცხადა. ასევე პრეტენზია განაცხადა კანადის 51 შტატად მიღებაზე და მექსიკის ყურეს დაარქვას ამერიკის ყურე. რატომ კაც? განაცხადა და საერთაშორისო სამართალი რა ხდება, მეგობრებო? მერთმა დალოცველი განყოფოთ, მერთმა მოგცეს სამშობლოსადმი ცივი გონებით დამოკიდებულების უნარი. მადლობა ყურადღებისთვის.